მე გახლავართ მარიამ ხუცურაული, ციცო ხუცურაული უნივერსიტეტის ერთ-ერთი კურსდამთავრებული 1982 წლის გამოშვების კურსდამთავრებული იურისტი, რომელიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ამ შესანიშნავი პროექტის ფარგლებში ავტორიტეტი, წარმოგიდგენთ ამჟამად ჩემს წიგნს მარილი გემოვნებით. არ ვიცი, საინტერესო, ალბათ უამრავი რამ არის ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში და ჩემ ცხოვრებაშიც. ერთი იმათგანი არის ჩემი მოხვედრა იურისტის, მოქმედი იურისტის, დღემდე მოქმედი იურისტის, ასე აქტიურად მოხვედრა ლიტერატურაში და შემდეგ ჩემი წიგნის მოხვედრა ლიტერატურული პრემია საბას ერთ-ერთ ნომინაციაში და შემდეგ გამარჯვებაც ამ წიგნის. წიგნის წერა როგორც ასეთი ჩაფიქრებული, რომ წიგნს მით უმეტეს პროზაულ კრებულს დავწერდი, შევქმნიდი, არასოდეს არ მქონია. ყველაზე კარგ ოცნებაშიც ვერ ვიოცნებებდი, რომ ოდესმე რაიმე პრემიას მივიღებდი წიგნისთვის, იმიტომ რომ ეს ლიტერატურული პროცესი ჩემთვის არის ალბათ თვით გამოხატვის ყველაზე უკეთესი საშუალება, თვით რეალიზაციის ყველაზე უკეთესი საშუალება და იცით რა არის ჩემი ყოველდღიური ცხოვრების, რომელიც ყველა ადამიანისთვის და მით უმეტეს იურიდიულ სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის საკმაოდ მძიმე და შრომატევადია და აი წერა არის ის, რაც რაღაცნაირად მიბალანსებს ყოფით ცხოვრებას, თუმცა ესეც ყოფითი ცხოვრების გაგრძელებაა, იმიტომ რომ წერ ხან დილას გაუთენებელზე, ხან მანქანაში, ხან როცა პროცესზე მივდივარ იმ დროს, წერ მაშინ, როცა არ შემიძლია უბრალოდ ეს არ გავაკეთო. ეს უნდა ჩემგან გავუშვა გარეთ, რომ მე სხვაზე რაღაცაზე ახალზე ვიფიქრო. ეს ძირითადად შეეხება ლექსებს, იმიტომ რომ თუ მიცნობდა მე ჩემი დროის უნივერსიტეტის სტუდენტობაც და დღევანდელი ლიტერატურული საზოგადოების რაღაც პატარა ნაწილიც მიცნობდა როგორც პოეტს. რაღაცა 1-4-5 პოეტური კრებულის ავტორს. მაგრამ აი ამ წიგნში შესული კულინარიული ამბების წერა დავიწყე Facebook გვერდზე, სხვადასხვა ჩემს გვერდზე და სხვადასხვა ადამიანებისთვის, ჩემი Facebook მეგობრებისთვის კომენტარებად წერდი აი ამ ამბებს, საკმაოდ დიდ კომენტარებად და რაღაცნაირად დღიურებივით ვწერდი, რომ აი გუშინ ასე, აი დღეს ასე, აი ხვალ ასე ვეპირებით და მოხდა და ვეპირებით შეეხებოდა და შეეხება ამ წიგნში ჩემს სამეგობროს, ჩემს სანათესაოს, ჩემს ოჯახს, დიდ ოჯახს და ფიქრობდი, როცა ვწერდი, რომ ეს ჩემი ახლობლების ძალიან მცირე წრისთვის უნდა ყოფილიყო საინტერესო. იმიტომ რომ ეს იყო ის ამბები, რომლებიც ამ პატარა წრისთვის იწერებოდა, ამ პატარა წრეს შეეხებოდა და ამ პატარა წრის შემადგენელი ადამიანების თავს ხდებოდა და მათ ირგვლივ ხდებოდა. როგორც იტყვიან ხოლმე, მოქმედება ვითარდება ძირითადად 3 ლოკაციაზე, 3 ადგილას, სადაც მე და ჩემი ოჯახი და ჩემი სამეგობრო ყველაზე ხშირად ვიმყოფებით. ეს არის თბილისი, ეს არის თელავი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე ვიდრე სტუდენტობამდე და ეს არის თიანეთის რაიონის დაბა სიონი, სადაც უკვე დღეს და საკმაოდ კარგი ხანია დიდხნობით
ცხოვრობს ჩვენი ოჯახი მაისის დასაწყისიდან დაწყებული და ოქტომბრის ბოლომდე. იმდენად ვცხოვრობთ ჩვენ სიონში, რომ სამსახურშიც კი სიონიდან ჩამოვდივართ და სიონში გვაქვს სააგარაკო სახლი, რომელიც უკვე სააგარაკო სახლის ფუნქციებს გასცდა, იმიტომ რომ დიდხნობით ვცხოვრობთ იქ და რაღაცნაირად ჩავეწერეთ კიდეც ამ დაბის მოსახლეობის შემადგენლობაში და გვაქვს პატარა საოჯახო მეურნეობა, ძალიან პატარა საოჯახო მეურნეობა. აი ეს საოჯახო მეურნეობაც როგორც წერა ჩემს და ჩვენი ოჯახის წევრების ყოველდღიურ მძიმე ყოფით შრომას რაღაცნაირად ამსუბუქებს, აბალანსებს, აქ რომ ინტელექტუალურად ძალიან ვიხარჯებით, იქ ვიხარჯებით ფიზიკურად, რამდენადაც ეს ჩვენს შესაძლებლობებშია და აი რაღაცნაირად ჰარმონიაში მოვდივართ საკუთარ თავთან. გვაქვს პატარა ყვავილების ბაღი, რომელსაც ჩემი ოჯახის წევრები თვლიან, რომ დიდია, იმიტომ რომ მე მარტო ვეღარ ავუდივარ და ხშირად დახმარებისათვის მივმართავ და აი ამ ბაღის შენების, აი იქ ჩვენი ცხოვრების და ჩვენი ურთიერთობების, ჩვენი სხვა ადამიანებთან დამოკიდებულების ისტორიებს ასახავს ზუსტად. ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა ჩემს ლიტერატურაში მოსვლას შეეხება ეს გამართლება. შეხვედრამ მიხო მოსულიშვილთან, კიდევ ერთ ძალიან კარგ უნივერსიტეტელთან, რომელმაც ჩვენი გაცნობის პირველივე დღეებიდან მიაქცია ყურადღება ჩემს ლექსებს, მოიწონა და გადაწყვიტა რომ უნდა დაებეჭდა და ფართო საზოგადოებისთვის გაეცნო ჩემი პოეზია და აი ძალიან თანამიმდევრულად მიყვა ამ საქმეს. ჯერ პალიტრაში გამოაქვეყნა ეს ლექსები ჟურნალ პალიტრაში, სადაც ის მაშინ მიწვეული რედაქტორი იყო. შემდეგ ერთი კრებული მოამზადა, მეორე, მესამე, მეოთხე, ანუ ჩემი ყველა კრებულის რედაქტორი მისივე ინიციატივით არის მიხო მოსულიშვილი და ჩვენ ორმხრივად კმაყოფილი ვართ. მიხო თვლის, რომ ამ წიგნში არ შეაქვს ბევრი ისეთი ლექსი, რომელიც მას არ მოწონს და მე კმაყოფილი ვარ, რომ საერთოდ ეს წიგნები ჩნდება, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩემი ცოტა არათანამიმდევრულობიდან გამომდინარე და ძალიან დაკავებულობიდანაც გამომდინარე ამ საქმეს თავს ვერ მოვაბავდი, ნამდვილად ვერ მოვაბავდი. აი ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, აი ეს კულინარიული ამბები, რომელიც თვლიდი რომ არავის აინტერესებს ჩემი წრის გარდა, მიხომ მოაგროვა და მისცა მათ წიგნის სახე, დაალაგა, ანუ ეს ამბები, აი როგორ შეიძლებოდა დაალაგებულიყო, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, ნუ არც მაქვს მე წიგნის რედაქტირების გამოცდილება, მაგრამ ნუ რაღაცა პოეტური კრებული კიდევ შეიძლება დავაწყო, დავალაგო, მაგრამ აი ეს როგორ შეიძლებოდა დაალაგებულიყო, არანაირი საერთო სიუჟეტი ამ ამბებს არ გააჩნდა. მიხომ მოახერხა თემატურადაც ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებოდა, მაგრამ მიხომ მოახერხა და დაალაგა წელიწადის დროების მიხედვით. ანუ გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და საინტერესოა, რომ აი ის ტრადიციული კერძებიც, რომლებიც ხან ძალიან დომინირებს ამ ამბებში, ხან ალაგ-ალაგ გაიელვებს, ხან აქა-იქა გაბნეული, მაგრამ ამბიდან მათი თავმოყრა შევძელით და რეცეპტადაც ცალკე გამოვიტანეთ ამ კონკრეტული კერძის რეცეპტად, მოახერხა რაღაცნაირად, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის გაეხადა საინტერესო.
მამა ჩემი წიგნის მთავარი კონსულტანტია და კონსულტანტია იმიტომ რომ უამრავი რეცეპტები, კერძები, რომლების რეცეპტებიც წიგნში შევიდა, მამა ჩემისაგან მაქვს ნასწავლი, მამა ჩემი რომ აკეთებდა ეს მაქვს ნანახი და მე უბრალოდ ვამბობ ხოლმე რომ მე უბრალოდ ადეკვატურად აღმწერი ვარ ახლა იურისტს ყველას ადეკვატური აზროვნება და ნააზრევის ქაღალდზე გადმოტანა კარგად ეხერხება და მეც ერთი მათგანი ვარ და ვთვლი რომ აი ეს ამბები და რეცეპტები რაც ნამდვილად რეალურად ხდებოდა ჩემს ირგვლივ ადეკვატურად კარგად აღწერე და გადმოვიტანე წიგნში და აი ზუსტად ეს წიგნში კერძებიც დალაგებულია, ამბები ხომ დალაგებულია წელიწადის დროების მიხედვით და კერძებიც დალაგებულია იმ წელიწადის დროების მიხედვით, ანუ ისეთი კერძებია იმ წელიწადის დროისთვის შესაფერისად შეტანილი, რომელიც ტრადიციულ ქართულ ოჯახებში უპირატესად კეთდება იმ სეზონზე, წელიწადის იმ დროს და ყველაზე დიდი ჯილდო, როდესაც უკვე გახმაურდა რომ ასეთი წიგნი ჩნდებოდა, როდესაც უკვე გახმაურდა რომ წიგნიც გამოიცა, ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო აღმოჩნდა იაპონელი ქართველოლოგის ჰაიატე სოტომეს შეფასება, რომ აი მარიამ მე ვკითხულობდი, როცა ამბებად იწერებოდა Facebook-ზე, მე ვნახე ეს უკვე აკინძული და უკვე წიგნად ქცეული და ძალიან მიხარია რომ ასეთი წიგნი გაჩნდა, იმიტომ რომ თქვენ კი ამბობთ და ბევრჯერ იმეორებთ რომ თქვენი საახლობლოსთვის წერდით, მაგრამ მე აქ ამ წიგნში დავინახე მთლიანი საქართველო და ეს იყო ყველაზე დიდი შეფასება ჩემი წიგნისა, თუ კი ვინმესაგან რაიმე მომისმენია. არ ვიცი ალბათ მართლაც არ მქონია მიზნად რომ დანარჩენი სამყაროსთვის, დანარჩენი მსოფლიოსთვის საქართველოს შემეთავაზებინა ამ სახით და ძალიან ბედნიერი ვარ თუ ქართველებიც საქართველოს გარეთ მცხოვრები, ეხლა უკვე საქართველოს გარეთ მცხოვრები ბევრი ადამიანიც მწერს რომ აი მე ჩემი საქართველო, ჩემი ბავშვობა, ჩემი ოჯახი, ჩემი წინაპრების ბავშვობა და ახალგაზრდობა დავინახე ამ წიგნში და ძალიან მეძვირფასება, ამიტომ ეს წიგნიო ძალიან მიხარია ეს წიგნი ასეთი თუ გამოვიდა, რომლითაც საქართველო ჩანს და როგორც ისევ ჰაიატე ამბობს, ეს წიგნი შეიძლება დანარჩენ მსოფლიოს შეთავაზო როგორც ერთ-ერთი რამ, რაც საქართველოს შეუძლია საერთოდ რომ შეთავაზოს დანარჩენ მსოფლიოსო. იმიტომ რომ მე მეჩვენება რომ წიგნი არის ძალიან ქართული. მოთხრობილია ქართული ტრადიციული კერძების ან გაქართულებული ტრადიციად უკვე ჩვენთვის ტრადიციულად ქცეული კერძების შესახებ და მოთხრობილია ქართული თანამედროვე ქართული ურთიერთობები. ის ურთიერთობები, რომლებიც ნამდვილად დღევანდელ სამყაროს ამშვენებს და ამშვენებდა და ძალიან აკლია. ეს არის, რა ვიცი, ამბები მეგობრობაზე, დედაშვილობა, მამაშვილობაზე, მეგობრობაზე, ქვეყნისადმი მიმართებაზე, სოფელში მეზობლებისადმი დამოკიდებულებაზე, აი ყველაფერზე და ერთი კიდევ ამას უკვე მე თვითონაც ამბობენ რომ ძალიან ზომიერი სახალისო იუმორით არის ნაწერი და მინდა ვთქვა რომ და მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს ირგვლივ ცხოვრობენ, იმიტომ რომ ესენი არიან ყველგან თბილისშიც, თელავშიც, სიონში განსაკუთრებით ადამიანები იუმორის ძალიან სხვადასხვანაირი, მაგრამ სრულიად უნიკალური გრძნობით. აი რაღაცა
მარტო თავიანთთვის დამახასიათებელი არავისი სხვისი მსგავსი იუმორით და მე უკვე გითხარით ვარ უბრალოდ ძალიან კარგი ჩამწერი ამ ამბების და მიმტანი მკითხველამდე. რა ვიცი, დამცინოდა მამა ჩემი, აი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით დამცინოდა, რომ შვილოვო, მაშინ როცაო წიგნში 100, 200, 300 რეცეპტია ამხელა წიგნში 100 სქელტანიანში, შენი 60 რეცეპტისთვის ვინ იყიდის ამ წიგნსო? არავის არ დააინტერესებსო და მინდა ვთქვა, რომ რა ვიცი, მე ასეთ წიგნს ისიც მინდა ვაღიარო, რომ კულინარიულ წიგნებს ნაკლებად ვყიდულობ. თვითონ მე ვამზადებ კერძებს, იმიტომ რომ სხვა ვერავინ გაამზადებს ჩემს ოჯახში. მომიწია ახლა უკვე ასაკით თუ არა ამზადებდა ბებო, ამზადებდა დედა, ამზადებდნენ დეიდები, მამიდები, ბიცოლები ძალიან კარგად და ძალიან გემრიელად დღემზე ამზადებს მამა ჩემი, მაგრამ ნუ ახლა ასაკოვანი კაცი ძირითადად კი არა, ეზარება აღარ შეუძლია ეტყობა და სურვილიც ნაკლები აქვს, ძირითადად კონსულტაციებით შემოიფარგლება და მითითებებს ძალიან ბევრს მაძლევს. ვერ ვიტყვი, რომ აღიარებულ კულინარად ჩამოვყალიბდი, ვერ ჩამოვყალიბდი და ალბათ ვერც ჩამოვყალიბდები ვერასოდეს, მაგრამ აღმწერი ვარ ნამდვილად კარგი. ამას ვერ დაუკარგავ ჩემ თავს და ყველა რეცეპტი, რომელიც წიგნშია მოყვანილი, არის ზუსტი, უამრავჯერ, აი რაღაცა გამოგონილი არ არის და რაღაცას მიმატებული შემთხვევით და აი იქნებ ეს გემო, აი იქნებ ცოტა ეს არომატიც, აი იქნებ ეს ერთ-ერთი ახალი პროდუქტიც მოუხდეს, ყველა არის ძალიან გამოცდილი. უამრავჯერ მომზადებული, უამრავჯერ დაგემოვნებული და ძალიან ბევრი ადამიანისაგან მოწონებული და ამიტომ გავთამამდი და ნუ აი იმ ამბებთან ერთად, რომლებიც უკვე ლიტერატურა უფროა ვიდრე კულინარია, იმ ამბებთან ერთად გამოვიტანე უამრავი ადამიანის სამსჯავროზე. რა ვიცი, პანდემიამ ძალიან შეუშალა ხელი წიგნს 2019 წლის დასაწყისში, როდესაც გამომცემლობა პალიტრაში გამომცემლობის მთავარ რედაქტორს მაია ალუდაურს ვესაუბრე წიგნის შესახებ, გავუგზავნე ელექტრონული ვერსია წიგნის და მიიღო პალიტრამ გადაწყვეტილება, რომ წიგნი გამოეცა. დავიწყეთ წიგნზე მუშაობა. ნუ ვინ იფიქრებდა საერთოდ პანდემიაზე? უამრავი რამ შევასწორეთ, ჩავამატეთ, გამოვაკელით. თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს წიგნი ეს არის, რაც მარიამ ხუცურაუს კულინარიული ამბები აქვს. ახლა ჩემი მეგობრები მას მერე განსაკუთრებით რაც წიგნმა საბა მიიღო, მეუბნებიან, რომ მარიამ ამას უნდა კიდევ 60 პლუს რომ დაარქვა წიგნსო 60 რეცეპტს, ანუ პლუს კიდევ რეცეპტებიო. იმიტომ რომ კიდევ უამრავი ამბავი მას მერე 2019 წლის მერე უამრავი ამბავი მოუყევით ჩემს სამეგობროს იმავე ინტერნეტ სივრცის მეშვეობით, ანუ ეს ამბები და კერძების რეცეპტები გრძელდება, რა გამოლევს საქართველოში ნაირ და მშვენიერ კერძებს და ამბობენ, რომ მარიამ კიდევ გამოეცი, თუმცა მე არ მგონია, რომ ამ წიგნს ისევ წიგნის სახით გაგრძელება კონდეს. თუმცა არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს და ძალიან მკაცრად ვერ ვამბობ. დღეს არ მგონია, რომ ეს ამ სახით გაგრძელდეს. 2020 წლის 20 მარტს გამოვიდა წიგნი
სტამბიდან შეიტანეს ბიბლუსის ქსელში, წიგნის სხვა მაღაზიებში და 2020 წლის 23 მარტს პანდემიის გამო ქალაქი ჩაიკეტა ისე რომ მას მერე მთელი წელი ამ ჩაკეტვა გახსნაში ვიცხოვრეთ პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ აგერ აქამდის და ვერ მოვახერხეთ წიგნის სათანადოდ მიწოდება მკითხველი საზოგადოებისთვის. არ ყოფილა წიგნის წარდგინება. ისე რომ ვერც ლიტერატურით და ვერც კულინარიით დაინტერესებულ ადამიანებს ინფორმაცია ვერ მივაწოდეთ ამ წიგნზე, თუმცა მერიკო გუბელაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პატარა მომენტი, როცა გვქონდა ჩვენ რომ გავიხსენით სადღაც მაისიდან ვიდრე ტელევიზიები დაიხურებოდა, აი მერიკომ მოასწრო და ერთი გადაცემა რუსთავი 2-ის ეთერში მიუძღვენით წიგნს. ამდენად უფრო საინტერესო იყო, რომ წიგნი წარადგინა გამომცემლობა პალიტრამ აი ესეთი საქართველოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია საბას მოსაპოვებლად და ნამდვილად არ მოველოდი კი რა თქმა უნდა გამომცემლობამ დამირეკა შემატყობინა მომთხოვა რეკვიზიტები ჩემი რეკვიზიტები რასაც პროექტი მოითხოვდა წიგნის წარსადგენად და ეს იყო 2021 წლის თებერვალში დავეთანხმე წიგნის წარდგენაზე წარადგინეს და დამავიწყდა, წიგნი რომ წარადგინეს. დამავიწყდა, იმიტომ რომ ალბათ ნორმალურზეც ნაკლები ამბიცია მაქვს როგორც ლიტერატორს და მით უმეტეს როგორც პროზაიკოსი, როგორც ესეს და დოკუმენტური პროზის მწერალი ვერ გამოვთქვამდი, ვერ გამოვამჟღავნებდი ამბიციას და ვიფიქრე რომ გამომცემლობამ წარადგინა, მაგრამ რა მოხდა, უამრავი 300 წიგნი იყო თუ 300-ზე მეტი წარდგენილი და ივნისის დასაწყისში 2021 წლის ივნისის დასაწყისში აი მინდა წარმოიდგინოთ სცენა გაგანია ზაფხულია ყველაზე ისეთი აქტიური პერიოდია როცა პამიდორი უნდა სარი მიუდგა პამიდორს მე რა 30 წირს ჩემთვის ეგაც ბევრია იქეთ უნდა კიტრი მორწვა და ვარდები რაც მთავარია ვარდები უნდა მიაბახვი არა ვარდები უნდა შეკრიჭო დანაყვავი და ვზივარ ბაღში და ვიღებ ტიტების ბოლქვებს მიწიდან დილა და დაიწყაპუნა ტელეფონმა ჩავხედე ნატო ინგოროყო პირადში მწერს რაღაც მესიჯს და ვიფიქრე რომ ეხლა ტალახიანი მაქვს ხელი ხელთათმანი მაცვია და ამას მეთქი საღამოს წავიკითხავ რა მომწერა ნატომ ნატო ძალიან ახლობელია ჩემი ხშირად ერთმანეთს ვეხმაურებით და ესეთი სასწრაფო რო ყოფილიყო დამირეკავდა და დილიდან საღამომდე ისევ დამავიწყდა და ბოლო-ბოლო დამირეკა ნატომ რო ქალო შენ ვინახარო გწერ არ მპასუხობ კომენტარს წერ არ მპასუხობ მოვნიშნე ეს მოკლესია და იმაზეც არ მიპასუხეო მოკლესიაში მოხდა ჩვენი მარილი გემოვნებითო აი იმდენად მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის რომ სიხარული ვერც გამოვხატე მერე უკვე ცოტა რომ გაიარა 1-2 დღემ და რომ ვნახე რომ ამდენი 33 კაციანი სიიდან ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ნომინაციაში 7 და თან ისეთ ავტორთან გელა ჩარკვიანთან გიორგი ლობჟანიძესთან ვაიმე არ მინდა ვინმე გამომრჩეს ბიძინა მაყაშვილთან, აი ძალიან კარგ ავტორებთან ერთად, არჩილ ქიქოძესთან ერთად მოხვდა ჩემი წიგნი. მეთქი, აი ეს არის იმხელა მიღწევა, რომ მე ვარ ძალიან ბედნიერი, ნელ-ნელა აღვიქვი ეს ბედნიერება, რომ უიმე შედგა წიგნი
რადგან მოკლე სიაში მოხვდა. ნუ ახლა მოკლე სიაში 7 კაცია და ძალიან ბევრი რამეზეა უკვე დამოკიდებული ამ 7 კაციდან ყველა კარგია ესე იგი. რა კი დანარჩენი 23 დანარჩენი 26-დან გამოარჩიეს. იმიტომ რომ იქ კიდე ძალიან კარგი წიგნები იყო ის 26-იც. გავაგრძელეთ ზაფხულში ცხოვრება ჩვეულებრივად კი ბატონო შემეხმიანენ ფოტოს გადასაღებად გურამ წიბახაშვილთან და აი ეს ყველაფერი ჩავთვალე რომ ეს ასე ხდება საბას ნომინანტებისთვის იმიტომ რომ იქ დიდი გრძელი სია იყო ყველა ნომინანტი ვინ როდის უნდა მისულიყო და იქ გადაეღო ფოტო გურამთან ოქტომბრის ბოლოს დამირეკეს საბას ჯგუფიდან და მითხრეს რომ ჩვენ ნომინანტებს ვიღებთ დაჯილდოების ცერემონიალისთვის რომ იქ საზოგადოებას წარმოვდგინოთ ეს ნომინანტები და თქვენს შესახებაც გვინდა ვიდეო კოლაჟი გადავიღოთ და როდის შეგეძლებათო იმდენად საინტერესოდ იშლება მოქმედება აი ამ რაღაც სამკუთხედშიო რომ თქვენ ამოარჩიეთო თელავში გადავიღოთ თუ სიონში გადავიღოთ და მეთქი ვუთხარი მოდით თელავში გადავიღოთ იმიტომ რომ ნოემბერი იყო ეს ნოემბერში თელავში მაინც კავკასიონის ხედი ლამაზი კარგად გადაღება შეიძლება და ამ დროს სიონში უკვე ზამთრის დასაწყისია ყველაფერი ყვითელ ნაცრისფერია ну მწირია მთის გარემო ზამთარში და მეთქი მოდით თელავში გადავიღოთ მაგრამ ხან ვიღაცის კონტაქტი აღმოვჩნდი ამ პანდემიის გამო ხან რაღაც გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა და ასე ვიარეთ დეკემბრამდე ისე რომ ვერ გადავიღეთ დეკემბერშიც ბოლო-ბოლო შედგა გადაღება, მაგრამ საინტერესო ის იყო რომ გადავიღეთ ეს ვიდეო კოლაჟი, რომ დავინახე იქ რატი ამაღლობელი, აი იქაც არანაირად, ну ვიფიქრე რომ ესეც საბას ერთ-ერთი შემადგენელია, რომ აი ასე იღებენ ამ ვიდეო კოლაჟებს და დაჯილდოების ცერემონიალისთვის ვისი ვიდეო კოლაჟიც დაჭირდებათ გავუშვებენ იმ ვიდეო კოლაჟს და მაიმე აი ერთი კვირის მერე დავიჯერე ისიც რომ ეს საბა მივიღე. იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვარ ძალიან გემოვნებიანი მკითხველი. მე ვარ ბევრი თანამედროვე ქართველი ავტორის მეგობარი, თაყვანისმცემელი. აი როგორ შეიძლებოდა, იცით რა საინტერესო რამები ხდებოდა. მოკლესია რომ უნახავს ბესიკ ხარანაულს, მე და ბესიკ ხარანაული გარდა იმისა რომ ტომობრივად ერთ ფშავლების ტომს ვეკუთვნით, ეთნიკურ ტომს ვეკუთვნით და ამის გამო ვახლობლობთ, კიდე აი ჩვენი ჩვენი საერთო რაღაც ლიტერატურისადმი ჩემი ნაკლები და ბესიკის მუდმივად ლიტერატურაში ყოფნის გამო ბევრ საერთოს ვნახულობთ და მეგობრობთ და ბესიკ ხარანაულმა რომ დამირეკა და მითხრა რომ აი მე როგორ მიხარიაო შენც რომ მოხვდი ნომინანტებშიო ყველაზე მაგარი იცი რა იქნებაო ასე პოდრუჩკით რომ აგატარებ და ჩამოგატარებ დაჯილდოებაზეო და აი უკვე ამითი იმდენად ვტკბებოდი რომ ჩემთვის უკვე ეს ნომინანტობა იყო მაგრამ მოხდა რომ ახლა ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა წამოვიკიდე იმითი რომ მივიღე საბა. უფრო სერიოზული, პროფესიული დამოკიდებულება გამიჩნდა მწერლობისადმი. აი ისე როგორც იურისპრუდენციისადმი მქონდა და მაქვს უკვე ძალიან ბევრი წელია.
ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ნაწერისადმი და მკითხველის წინაშე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იმისა, რომ აღარ არის უკვე ის ცხოვრება, რომ აი მარიამ ხუცურაული დაწერე, რაც გინდა შენი პატარა და ვიწრო წლის მეტი მაინც არავინ კითხულობს. თურმე ძალიან ბევრი კითხულობს. და აი იმიტომაც ვამბობ, რომ დღეს მეჭვება, რომ მარილი გემოვნებით აი ამ წიგნს კონდეს გაგრძელება. თუმცა გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ არ ექნება მეთქი. ნუ არ ვიცი, მე ესეც არ მეგონა, რომ მოხდებოდა და აგერ მოხდა. ეხლა მთავარია პანდემია რაღაცნაირად დავასრულოთ. მთავარია გუშინ პატარა ვიდეო ვიღებდი, სიონში ვიყავი და დავდიოდი ეზოში და ვლაპარაკობდი, რომ აი აქ უნდა ატარებდი ადამიანი უქმეებს. თოვლი იყო მუხლს ზემოთ, თოვდა ზემოდან, სახლში გუგუნებდა ღუმელი, ფანტასტიკური ნაკვერჩხალი იყო. მეთქი აი ამ ნაკვერჩხალზე უნდა წვავდე ახლა მწვადს, გედგას მამაჩემის ზედაშესავით ღვინო, ყავდეს შენი სამეგობრო ძიგ და გაქვს ადამიანს, რომელიც აი ასეთი დატვირთული ცხოვრებით ცხოვრობ, გაქვს იმისი უფლება, რომ თავს მიცე უქმეების სიმშვიდეში და სასიამოვნო საზოგადოებაში გატარების უფლება, მაგრამ აი ეს საშინელი ომი უკრაინაში. აი ახლა მთავარია, რომ ეს ომი დამთავრდეს სისხლისღვრა. ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი უკრაინელი პოეტები არიან კიევში. ჩემი ბავშვობის მეგობარი არის ნიკოლაევში და ყოველ დილა ვიწყებ მე იმითი საღამოს ვამთავრები იმითი, რომ ლენკა შენ ხომ ცოცხალი ხარ და დილას ვიწყებ იმითი, რომ ხედავ ნიკოლაევში ცოცხალი ხარ, როცა ნიკოლაევი იბომბება. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი მეყვავილე მევარდის შვილი თვითონ ეს ქალი ხერსონში ცხოვრობდა და წავიდა ევაკუაციაში, შვილი იბრძვის ნიკოლაევში დღეს. ჩვენი მეგობარი პოეტების ნაწილი, მათი შვილები, მათი ქმრები, ახლობლები იარაღით ხელში იბრძვიან მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის და თავარია ახლა ეს ომი დამთავრდეს და ჩვენ დავწერთ ბევრ კარგ რამეს, თარგმნით, ხო, აი თარგმანზე არ მილაპარაკია. ჰაიატე სოტომემ თხოვა წიგნის ელექტრონული ვერსია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჰაიატე აქტიურად კითხულობს წიგნს, რომ დაიწყოს იაპონურად თარგმნა, იმიტომ რომ ამბობს, რომ ეს ძალიან საინტერესო იქნება იაპონელი მკითხველისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის და რა ვიცი მე ძალიან მოწოდებასავით არ მინდა რომ გამომივიდეს, მაგრამ სურვილი ხომ შეიძლება ვთქვა, რომ ჩვენ მშვიდობიანი ადამიანები, რომელსაც პოლიტიკოსების ამბიციების გარეშე გვინდა ცხოვრება, გვინდა რომ ცხოვრობდეთ თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოში, დამოუკიდებელ უკრაინაში, მშვიდობიან მსოფლიოში. არ გვეშინოდეს ჩვენ სიცოცხლეზე მეტად ჩვენი ახლობლების სიცოცხლის. დავწერდეთ. ვთარგმნიდეთ ერთმანეთს, წერდეთ წიგნებს და რა ვიცი მე, ცოტათი მაინც ვალამაზებდეთ სამყაროს.